ბატონებო და ბატონებო, დღეს ჩვენთან სტუდიაშია მიუკერძოებელი ტასო ბარნოვა, რომელთან ერთადაც დღეს დავამტკიცებთ, რომ სინამდვილეში ცოდნა ფულია. აუხა! მას ასე ყურადღება, ტასო, პირველი შეკითხვა უნდა დაგისვა. აუ, პირველი სულ იმას მეკითხავიან ხოლმე, ან სახამას რას აკეთებ და ეგ უნდა მკითხა? არა, უნდა კითხო. რა დაეცა ნიუტონს თავში? A. ცხალი, B. ქლიავი, C. გოგრა, თუ D. ვაშლი. არ ვიცი სწორი პასუხი, მაგრამ ლოგიკურად შემიძლია რომ გავუყვერა. ბატონო, აი ლოგიკა მნიშვნელოვანია ამ თამაში. ცხალი არ დაეცა, იმიტომ რომ მსხლისგან მურაბას აკეთებენ. ქლიავი უნივერსიტეტში ვისწავლე, რომ ერეკლე მეორეს დაეცა თავში და ლოგიკურად, ანუ ქლიავი ვერ დაეცემოდა ორივეს, ესე იგი გოგრა რომ დაცემოდა, ანუ გოგრა ხო დიდია რა, ანუ ხო მასშტაბურია გოგრა. ანუ რომ დაცემოდა რა, უეჭველი მოკლავდა და თუ მოკლავდა, ანუ მე ვეღარაფერს ვეღარ გამოიგონებდა და მე კიდე ზუსტად ვიცი, რომ ნიუტონმა გამოიგონა iPhone-ი და თან iPhone-ის ლოგოზე ხო ვაშლია. ხო და ესე იგი სწორი პასუხი არის D, ვაშლი. ტასო ბარნოვას პასუხი არის ვაშლი. და შენ გაქვს 30 ლარი. 30 ლარი მეორე შეკითხვა. ვინ დაარსა თბილისი? A. ნარმანია 40 ლარი, B. გორგასალი 30 ლარი, C. შარდენი 20 ლარი და D. ნიკუშა 50 ლარი. ნიკუშას რომ დაეცემდა, ვიცნობ და უეჭველი მეტყოდა. ხო, ესე იგი ნიკუშა გამოირიცხა. კარგი. კარგი, სწორად მიდიხარ. ნარმანია თბილისელი ვაფშე არ არის და მაგას მაქსიმუმ ზუგდიდი დაეარსებინა, ხო? მაგრამ ეგეც არ ამგონია, მაგრამ თბილისი არც ერთვარიანში, ესე იგი ნარმანია გამოირიცხა. კი ბატონო. ანუ შარდენი ხო კუჩა. ხო. ანუ ხო სულ დავდივარს და ანუ კუჩა ხო ქალაქს ვერ დაარსებდა, იმიტომ რომ კუჩა ხო ანუ ქალაქშია. შია კი. ხო და თან ანუ ძალიან სწორი იქნებოდა რომ შარდენს დაეარსებინა, მაგრამ მაშინ ხო ძალიან მარტივი იქნებოდა. ძალიან მარტივი იქნებოდა კი ბატონო. და მაინც რახან ფულზე ვთამაშობთ, ესე იგი შარდენი არ არის, ხო? ესე იგი ნიკუშა ნარმანია შარდენი გამოირიცხა და დარჩა ის, რაც დარჩა. გორგასალი. ხო, ვინც არის? ხო, გორგასალი. აი გორგასალი არის ჩემი საბოლოო პასუხი. კი ბატონო, B. გორგასალი. მე გარწმუნებული არ ვარ. შეგვიძლია დახმარების გამოყენება, მაგრამ უკვე დავაგვიანეთ. იმიტომ რომ პასუხი არ გიყვარს დახმარება, კი ბატონო, პასუხი დაფიქსირებულია, რაც არის. და სწორი პასუხია გორგასალი. და რაც ვარ ჩემი თვარა. ყველას დახმარების გარეშე. კი ბატონო, და 60 ლარი გაქვს ყველა დახმარების გარეშე. 20 ლარი მაკლია რომ ულიმიტო აბონემენტი ვიყიდა სოლარიუმის. ხო, ეხლავე აი დავსვათ შემდეგი შეკითხვა და ნახოთ. ნახოთ. სად თამაშობს მესი? A. მილანი, B. რეალი, C. ბარსელონა თუ D. მანჩესტერი. მილანში რომ კახი თამაშობდა ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ ანუ კაცთან ძალიან მეგობრობ. ხო და უნდა ჩავსულიყავი დაჟე წინა წელს. კი არა და 2000 რაღაცაში, მაგრამ ვიზა არ მომცეს, იმიტომ რომ არეულობა იყო თუ რაღაც და მაგაში ვიზა არ მომცეს. მილანი როგორი ქალაქია, იცი რომ აი ჩადიხარ რა და სულ მაღაზია. ქალაქი კი არ არის, ანუ ქალაქი როგორ არ არის, არის ქალაქი, მაგრამ აი შეიძლება არასწორად ვამბობ, მაგრამ მაინც ესე ვიტყვი რომ აი მაღაზიების ქალაქია რა. მილანი. ხო. ხო და იქ ანუ ფული უნდა გქონდეს ყველა ვარიანტში, მაგრამ ძალიან მესი სათამაშო მეკითხება კითხვა, იმიტომ რომ პასუხი ჭირდება სასწაულად. მესი თამაშობს ბარსელონაში, მაგრამ მილანზე არ გაინტერესებს, ხო? ანუ არ გაინტერესებს, ხო? იქ შანელის მაღაზია, პრადას მაღაზია, ყველა ვიცი რა არის შემდეგ არის, იცი? ანუ იქ დაჟე რუკებს გაძლევენ რა, მარტო მაღაზიების რუკა, ისეთი კი არა სკოლაში რო კიდია, დებილური რუკა. ანუ საბოლოო პასუხია C. ბარსელონა? ხო, ბარსელონა, მაგრამ გიყვები რაღაცას, ხო? კი, მაგრამ აქ ხო ფულზე თამაშობთ ეხლა და ანუ ფულის მეტი არაფერი ინტერესი არ მაქონდეს ადამიანს? მაგიტო მოვედი?
კი, მაგრამ თამაში არ ცოდნა. ანუ ბავშვი არ მოსვარ, იმიტომ რომ აი მარტო ფულზე მეთამაშ. ანუ თან რაღაც პატის ხცემ და მაგიტომ მოვედი რომ მე დაველაპარაკებით ხარა და არ მოვაპარაკებ. კი ბატონო, მაგრამ ეგ სხვა შოუა, ეგ ცოტა ანუ შოუ, მარტო შოუ და ფული და ეგეთი რა, ანუ წმინდა არაფერი არ დარჩა ტელევიზიაში. არა, როგორ არ დარჩა, წმინდაც მეტი რა არის ტელევიზიაში, მაგრამ რა არის ციდო აი, არ მაინტერესებს, გავწვანე პირდაპირ რა. შენ თუ არ მისმენ, არც მე არ გისმენ. კარგი, ცე ბარსელონა. მოვიგე ხა, რა თქმა, მე სირო ბარსელონაში თამაშობს, მაგას რა თქმა ვაპარაკე. აი, მოიგე კი ბატონო. 60 ლარი დაგემართა. კარგი და მეხუთე გარანტირებული შეკითხვა, რომელსაც რადიო იმედი დაგვისვამს. საცხოვრობ ვაკეში, ხო, ვაკეში. 60 ლარიანი გითხრა, ბ დიღომში, არა, 70 ლარიანი, c გუდანი 50 ლარი ხარდაობა. და d საბურთალო 80 ლარი. არა, საბურთალოსაც არ. რატო 80 ლარიანი პასუხი? რა ვიცი. მე ვცხოვრობ ვაკეში. დავაფიქსირო ეს პასუხი? აი, მე ადამიანი ვაკეში ცხოვრობ. საბოლოო პასუხია? ვაკეში. ვაკე. და 60 ლარი გვინდა. ხო, გვინდა რა. ანუ თუ ეს არასწორი პასუხი იქნება იმ შემთხვევაში ჩვენ თუ თანხას დავკარგავთ და 0 ლარით წავალთ აქედან. ანუ პასუხი სწორი იქნება, მაგრამ სწორი იქნება თუ არასწორი იქნება, მე ხა ვიცი რა ვაკეში ვცხოვრობ. კი ბატონო, სწორი პასუხია? სწორი პასუხია გლდანი. რომელიც 50-ს მოიგებდი, ანუ 60 ლარი 50. არა, თქვა დუტა. არა, როგორ არა? არა, დუტა, ვაკეში ვცხოვრობ მე. დუტა, ვაკეში ვცხოვრობ მე. კი ბატონო, შენ თუ რო ვაკეში. შენ საფროს კაპიტანი ვაკეში. აი, ჩვენ თამაშობდი ტასო ბარნავასთან და სამწუხაროდ ის 0 ლარი ტოვებს ჩვენს პროექტს. ჩვენ ერთმანეთს სამშაბათს შევხვდებით იმედზე საღამოს 10-ზე. არა, ბიჭო, ასე დუტა, ასე არ დავთვალო ახლა გადაცემა.